ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვედრა საზოგადოებასთან ხმაურის გარეშე არჩეულია. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ბევრი მწვავე შეკითხვა დაისვა. ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად შეხვედრას ირაკლი მელაშვილიც ესწრებოდა. ზვიად კვაჭანტირაძე ჯერ შეკრებილ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა, ხოლო შემდეგ საზოგადოების მხრიდან კითხვები ოზურგეთის პრობლემატიკაზეც დაისვა. სწორედ ამ თემებზე საუბარს მოყვა ხმაური, რომელიც დარბაზში კოალიციის აქტივისტის ნუგზარ გიორგაძის გამოსვლამ გამოიწვია. ჩავარდა თუ როგორ აქ 12 დრახს აზე იღებენ 1000 მეტრო მიწაზე. მე არ ვარ მაშინ არ იცი მე თხოვ ტელევიზია ვარბე მიდაგეთვე ძალიან შევიდე და ნახე იღებენ თუ არ იღებენ ვიცი მეთქი საუბარი ძირითადად საკადრო ცვლილებებს, სოფლის მეურნეობის პრობლემებსა და ადგილზე მიმდინარე კოჰაბიტაციის პროცესს შეეხო. წავე გამოსვლები ჰქონდა საზოგადოების ზოგიერთ წევრს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კოტე შარაშეინძის მიმართაც. ვით ვიბდოდი არც ერთი გამგებელი არც ერთ ოფეთი ვით იბდოდა არც არა დამიშვა ყველა აკაზმანანის და მისი ხუსტურები მე ახლა ვერ გეუბნები დაგეკვეთ ლიდერები ხარ კოალიცია არის ოზურგეთის კოალიცია მუშაობს ოზურგეთის ერთი კაცის გადასაწყვეტია ყველაფერი განოხმაზარია ეს კაცი რაიონის სირცხვილია. ეს მოვალეობის შემსრულებელი არ უნდა იყოს. ეს რომელიმე სოფელში წმუნებულადაც არ უნდა გაუშვა, მას მეტი თავი არ აქვს. ეს ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს წარმოების გაჩერება 1 საათიდან. დღევანდელი ჩვენი საწუხარი ძირითადად ის არის 4 დღე ელექტროენერგია გვაქვს გამორთული. კონსტანტინე შარაშეინძე ფლობს ამ ინფორმაციას, რომ დენი გამორთული გვაქვს 4 დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ხელი გვეშლება, გვაქვს ჩვენ სახელშეკრულებო ურთიერთობა უკრაინასთან, სადაც ჩვენი პროდუქცია წარმატებით იყიდება, ამდენად ჩვენს უკან მდგარი მეჩაიეები, ფაბრიკის თანამშრომლები არის უმუშევარი, გაჩერებული ვარ, პროდუქცია გვიფუჭდება, ნედლეული გვიფუჭდება, მივდივარ ზარალში და ამის შესახებ 4 დღის განმავლობაში ოზურგეთის გამგებელი არაფერს არ ამბობს. მიზანი არის ერთადერთი, რაც შეიძლება ახლა კონტაქტი მქონდეს ხალხთან და ეს არის ერთ-ერთი გზა და საშუალება, რომ ადამიანების აზრი მოისმინო იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტულად ოზურგეთში ხდება და შესაბამისი დასკვნები გამოიტანო და შენი ერთ-ერთი მოვალეობა როგორც დეპუტატის შეასრულა ამ ხალხის აზრი მიიტანო აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებიდან. პრობლემები ძალიან ბევრია. ყველას კარგად გვესმის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოხდეს საზოგადოების ჩართვა ამ პრობლემების გადაწყვეტაში, იმიტომ რომ იმ გზამ, რომელთაც ვიარეთ, რომ თბილისში არსებობდნენ ჭკვიანი ხალხი, რომელმაც ყველაფერი იციან, როგორ უნდა გადაწყვიტონ და ადგილებზე არავის არაფერს არ ეკითხებოდნენ, მოგიყვანა სწორედ ამ პრობლემების არსებობამდე. როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, მაჟორიტარისა და საზოგადოების შეხვედრა აუცილებელია და ამიტომაც შესაძლებლობების ფარგლებში მსგავსი შეხვედრები ხშირად მოეწყობა.